ვსურვებდი რომ დაველოდოთ ჩვენ ერთად. მე მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოთქვა რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ არასოდეს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი რამდენსაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან რა თქმა უნდა, როცა მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად მე ასე ვითხოვდი, მე ამას ვეძახი ბონუს, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით რა თქმა უნდა ჩვენ მეგობრებს სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, სიტუაცია ჩვენ რა თქმა უნდა არავის არ ვედრებით, ჩვენ მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. მე ახალს მინდა დავადასტურო ჩვენი ხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინის ხალხის მიმართ და მოლდოვას მიმართ. მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი. და უთხრეს რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენ შემთხვევაში ხო პირიქით, ჩვენ გვითხრეს რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანს თუ ასე ვთქვათ სტატუსს და. რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო. ვფიქრობთ ეს იყო უსამართლო. იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 10 წელიწადში განსაკუთრებით და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა იგივე მედია თავისუფლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკის განვითარება, ყველა მიმართულებით, სოციალური პოლიტიკა, თუ იგივე მთავრობის გამჭვირვალობა, ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავემეორო, რომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მით უმეტეს და განსაკუთრებით მინდა მძაფრად აღნიშნო არსებული სიტუაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს. ქართულ ხალხს დაუფასებს და ჩვენ მთავრობას და ჩვენ ხელისუფლებას მთლიანად ყველას აი იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმით და ჩვენი ძალიან მტკიცე ასე ვთქვათ მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ევროკავშირს. არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს მიატოვებს. გამოცდაზე სტუდენტი პროფესორმა მიმტყუნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია, ნუ გექნებათ ის განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს, ყველაფერი გვესმის, ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში მოვყებით. ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, არგუმენტი, ბატონ ჯოზეფ, არის შემდეგი. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად მიიღეს სტატუსი, ისე რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართულებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ არ ვეგუებთ უსამართლობას. და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, იყოს სამართლიანი. რაც შეეხება თუ რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როცა არავინ არ იცის, როგორ დასრულდება უკრაინაში ომი. არავინ არ იცის, როდის დასრულდება და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში. ასეთ ვითარებაში მით უმეტეს თავარ არგუმენტს
გავიმეორებ. მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი. ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშან. ასეთ ვითარებაში, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში. ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური მესიჯი იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი არის რთული, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ვინაიდან კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხმძვანებთ. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში და როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ გსურთ ნამდვილად რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, მას დრო დასჭირდება, კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ხმამაღლა და მკაფიოდ მინდა გავიმეორო. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს.